ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამომშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. გადაცემა მონატრების ფერებს მთელს მსოფლიოში უყურებენ. ჩვენი ქართველი ემიგრანტებისგან უამრავი წერილი შემოდის. მათ აქვთ სურვილი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში არიან პოპულარულები, უფრო ახლოდან გავაცნოთ მათ. დღევანდელ გადაცემა მონატრების ფერებს მასპინძლობს პატარა ქართველი, რომელსაც მამა ემიგრაციაში ყავს. თავადაც იყო ჩასული უცხოცის ქვეშ და შეხვდა ქართველ ემიგრანტებს. მას ბევრი სათქმელი აქვს თქვენთვის და აქედანაც იქ 900-900-იქით ქართული სურნელი ჩაიტანა და ბევრ ქართველ ემიგრანტს, რომელიც საქართველოში რაც წავიდა ემიგრაციის პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ბევრი აქ დატოვებული პატარა გაახსენა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ინტერნეტ სივრცე მოიცვა ერთი ბავშვის ლექსმა და ცრემლებმა, რომელიც ემიგრანტი მამის გამო ის ერთ-ერთ შოუში ატირდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დღეს მე მასპინძლობს თავმად ვიტყვი მომავალი ჟურნალისტი. შეიძლება მან მსგავსი გადაცემაც კი გააკეთოს და ბევრ ქართველ ემიგრანტს მისცეს საშუალება, რომ თავისი სათქმელი თქვას. ის ვიცი, რომ მე ნაკლებს მას საუბრებს და უფრო ბევრს თავად ილაპარაკებს. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, დღეს გადაცემა მონატრების ფერებს მასპინძლობს ბარბარე ჯანაშია. მოგესალმები ბარბარე. ფანტასტიკურად, მოკლედ გავცვალოთ ადგილი, ჯობია კითხვები თქვენ დამისვათ და მე პასუხები გაგცეთ. მოკლედ დავიწყოთ სულ თავიდან. 2 წლის იყავი, როდესაც მამა ემიგრაციაში წავიდა და თუ გახსოვს ის პერიოდი, როგორ გააცილე მამა, 2 წელია, მაგრამ ბევრი ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არის მის ცხოვრებაში. რა გითხრა მამამ, სად მიდიოდა? მე 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მამიკო წავიდა ემიგრაციაში. მოკლედ ჩემ მამიკოს არ შორდებოდი, როდესაც უნდა გაფრენილიყო უკვე და ყოველთვის მამიკოს მხრივ ვიყავი განწყობილი და ყოველთვის ბევრი მეუბნება, რომ როგორ ხართ შენ და მამიკო ესეთ ურთიერთობაში და სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ჩემ მამიკოს გვერდით არ მყავდა და მეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის ტელეფონით ვლაპარაკობდით, სულ ერთად ვიღვიძებდით, ერთად ვიძინებდით. მამა მიდეკავს ბოთეში. ალო მამამ, როგორ ახარ? გამარჯობა მამალი. როგორ ახარ მამას გულო? კარგად მამა, შენ როგორ ახარ? მეც კარგად, ნახე ჩაწერაზე ვართ. მოგესალმებით. მოკლედ თქვენ ახლა გადაცემა მონატრების ფერების ეთერში შემოგვეჭერით, ასე ვთქვათ. რამდენი წელია რაც ემიგრაციაში იმყოფებით? 8 წელია ემიგრაციაში ვარ შემოგავდი. და 8 წლის განმავლობაში რა მოგენატრა ყველაზე მეტად? შანშან ვიყავი ჩასული ახალ წელს. ახალ წელს იყავი. ხო, ეგრე წელიწადზე მეტია აქეთ ვარ. მიქაური ბალახის სუნიც კი მენატრები. ძალიან კარგი, მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი ძალიან მალე ჩამოვა ამერიკაში და აი მათ ვისაუბროთ იმ გავლილ ემიგრაციაზე, რაც ამ პერიოდში გაიარეთ და როგორც მაქვს ინფორმაცია, 2 წლის იყო ბარბარე, როდესაც დატოვეთ, ხო ასეა? იგენასვალი. იგი ასეა. რას ეტყვი ბარბარე მამიკოს? და ამერიკაშიც იყავი სტუმრად, ხო? 2 წელი და 2 წლის ვიყავი, როდესაც მამიკო წავიდა ემიგრაციაში და ყოველთვის რაღაცა ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ყოველთვის ძალიან მენატრებოდა და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ერთი თქოს მარტო ჩემი მამიკო იყო წასული და სხვას არ ყავდა მამიკო ემიგრაციაში და ძალიან ემოციურად ვიყავი ხოლმე განწყობილი და ყოველღამე რომ ტირი ხო იცი ეგრე ვარ და მე ცოტა რომ წამოვიზარდე, ოდნავ რომ ამიხსნეს რაღაცებს რომ მივხვდი რომ ხოლმე ჩემი მამიკო არ იყო ემიგრაციაში და ბევრის მამიკო ემიგრაციაში. მამიკოს ასეულები ხოლმე ესე როცა გირეკავს ტელეფონზე. კი, მე რაც კი მამიკო წავიდა და ვთქვი ტელეფონის მამიკო, იმიტომ რომ ყოველ წამს ერთად ვართ, ეხლა ძალიან დამთხვა, ერთად ვიღვიძებთ, ერთად ვიძინებთ, ზოგჯერ იონანასაც კი მემღერის ხოლმე და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და მამიკოს და ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ დადიკოს, რადგან ორმაგად შემაყვარა ჩემი მამიკო, ორმაგად ეცადა რომ მამიკო არ დამევიწყა, რადგან ალბათ იცით ბევრს ავიწყდება ხოლმე, როდესაც ემიგრაციაში ყავდა პატარას ტოვებენ და როდესაც დიდები ხდებიან, მას ჩამოდიან, ვეღარ ცნობენ და ეგეთი შეგრძნებები აქვთ ხოლმე. მე პირადად
ყოველ ჩემს დაბადების დღეზე მქონდა ესეთ სურვილი, რომ აი მამიკოს ჩავხუტებოდი და აი მამიკოს მოფერებოდი, აი მამიკოსთან ერთად ჩამძინებოდა და აი ეგეთი ოცნებები ყოველთვის მქონდა და ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის, მაგრამ აი ნელ-ნელა მე მივეჩვია ყოველთვის არ მენეტრა. ახლა რა შეტყვი მამიკოს, რომელიც ესე გვადევნებს თვალყურს და ვირტუალური დაკავშირებით ეხლა მოკლედ საქართველოსთან კონტაქტზეა ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, რავი, ჩემო აი რა შეტყვი მამიკოს? მამა მიყვარხარ. აი მიყვარხარ და მიყვარხარ. ჩემო პატარა ანგელოზო, მე მიყვარხარ. აი ზოგჯერ აი გადაღებები რო გვაქვს, რო ჩართავს იქ პატარა კომპიუტერი და რო ჩართავს, აი თითქმის ჩემი თვალის წინ არტილის, მაგრამ აი ხა ჩასული იყო, მომუნებოდა რომ აი შენ არ ცოდი, მაგრამ შენი ლექსი ყოველთა კითხვაზე მეტირებოდა და ეგეთ რაღაცები მოკლედ ძალიან ძიმიანა და მინდა გადავცე იმ ადამიანებს, ვისაც ყავდა იმიგრანტი, მშობლები, ემიგრანტები ყავთ საზღვარგარეთ, მინდა მათ გადავცე, რომ ისინი არ დაივიწყონ, მოიკითხონ, მოეფერონ, რადგან ემიგრანტებისთვის ეს არის აი ძალიან დიდი სიხარული, რადგან მე ვიყავი ამერიკაში და აი ნახე მათი მოწყენილი თვალები, აი ნახე მათი ცნობები, აი თითქმის ყველა ჩემში ეძებდა, აი იმ ბავშვს ვინც დატოვეს საქართველოში და წავიდნენ სხვაგან და მოკლედ ბაბა სანამ მუშაობდა ამერიკულ ვოიაზე კითხავდა მამიკოსთან შეხვედრაზე, მანამდე მამიკო აქ იყო ჩამოსული, მოკლედ და მამიკოს დავემშვიდობოდა, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად ჩამოვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეგხვდებით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. ახლა კი დროებით კავშირს წყვეტთ ამერიკასთან. მიყვარხარ მამა და დაგირეკავ მე. მამა, საკოჩებერი ბაბო. ის დღე გაიხსენე ბარბარე, როდესაც მამიკო ტოვებს ახლს. რა გითხრა, რა, სად მივდივარო და თან ცოტა ძნელია 2 წლის ბავშვმა გააცნობიერო, რომ მამას დიდი ხნით უკვე ვეღარ ნახავ. აი სიმართლე რომ გითხრათ არ მახსოვს რა მითხრა და ეგრე, მაგრამ აი მე ვიყავი 2 წლის, როდესაც ჩემი მამიკო ემიგრაციაში წავიდა. ძალიან მენეტრებოდა ჩემი მამიკო, ეს ნამდვილად მახსოვს და აი ჩემ დედიკოს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ცდილობდა რომ აი ჩემი და მამიკოს ურთიერთობა არ განელებულიყო და აი უფრო გამგვერღმავა, იმიტომ რომ ვიცი ბევრი არსებობს ისეთი ბავშვი, რომლებსაც ყავს ემიგრანტი მამები, რომლებსაც დატოვეს პატარები და მოუწევთ დავიწყდებათ ხოლმე. მე სინამდვილად არ ვიყავი, აი ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩემი მამიკო სხვაგან იყო, იმიტომ რომ აი ტელეფონით მაინც ერთად ვიყავით და აი ერთად ვიძინებდით, ერთად ვიღვიძებდით, ყოველ წამს ერთად ვატარავდით და ზოგჯერ იონანასაც კი მე მღეროდა ხოლმე და ამიტომ შევხვდი ტელეფონის მამიკო. ასე ძედმეც ახალი მოუპიქრე. ხო, აი ჩემი ყოველი დაბადების დღის სურვილი, ასე რომ ვთქვათ, იყო ჩემი აი მამიკოსთან შეხვედრა, აი მამიკო რომ მენახა. როგორ წარმოგედგინა მამიკოსთან შეხვედრა? აი სიმართლე რომ გითხრათ, აი არ ვიცი როგორ წარმომედგინა, მაგრამ აი ვიცოდი რომ აი შოკში ჩავარდაბოდი და აი რაღაც ძალიან მენეტრებოდა და მინდა ჩემი მამიკოს უთხრა რომ ძალიან მენეტრები ეხლაც. წინა წელს ჩამოვიდა ჩემი მამიკო 2024 წლის ახალწელს, მე ეს არ ვიცოდი, სიურპრიზი იყო, მომოდნელა ჩამოვიდა. აი მამიკოსთან შეხვედრა რომ მომიყვე, როგორ იყო, როგორი სიურპრიზი მოგიწყო მამამ ახალწელს? აი სადღაც ამ შემოსასვლელში იყო, როდესაც მამიკო ნახე და აი შოკში გაოცებული, დალურჯებული ვუყურე მამას და აი ცუდად ვარ, იმიტომ რომ აი თან კივი, თან მიხარია, აი თან სპორტში ვარ, თან არ ვიცი რა გავაკეთო, გავარ გაშაშებული მეთქი. მამა და აი ძალიან ისეთი მომენტია, როდესაც აი დიდი ხნის უნახავ მამიკოს შეხვდეს, ხო, შემდგომ ძალიან ბედნიერება. ბარბარე, შენ შემდგომ იყავი ამერიკაში. მოკლედ სანამ ამერიკას დავუბრუნდებით, მანამდე შენ წერ ლექსებს, ასევე მღერი და ცეკვა. პირველი ლექსი რამდენი წლის იყავი, როდესაც დაწერე და თუ გვაქვს საშუალება რომ ჩვენს ტელემაყურებელს წავკითხოთ ეს შენი ლექსი. მე ვიყავი 7 წლის, როდესაც დავიწყე ლექსების წერა და ამასაკ ძალიან მცირედ ისტორია და მაგრამ მოგეყვებით, არა პრობლემა. აი ყოველთვის მინდოდა რომ აი მისწავლა ლექსები, წამეკითხა ლექსები და შემდეგ მამიკოსთვის გადმომეცა ნითხრობულადაც რომ თქვა როგორც მხატვრულად ლექსებს როგორც უხდება და აი მინდოდა რომ აი მამიკოსთვის ეს ყველაფერი გამეხარებინა, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერებაა ჩემი აზრით, როდესაც ემიგრანტი ხარ და აი ვიღაცა შენ რაღაცნაირად აი გაბედნიერებს და ჩემთვის ძალიან ბედნიერება. ყოველთვის სწავლობდი მამიკოზე ლექსებს და ყოველთვის დედიკოს ვეუბნებოდი რომ მოეძებნა ჩემთვის რაიმე მამიკოზე ლექსი და მე შევისწავლედი.
ერთ დღესაც მივდივარ დედიკოსთან და ვეუბნები აი დედა მომიწევნა ლექს რაღაცა ისწავლის ხასიათზე რო ხარ ხო იცი ეგეთი მუზები რო გიჩნდება რაღაც ისწავლო და შედის ახლა გულში მაგალითად და ეძებს ამ ლექსებს ეძებს და აღარ დარჩა ისეთ ლექს რომელიც მე არ ვიცოდე მამიკოს და გინდოდა რაღაც ახალი ხო აი რაღაც ახალი მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის ჩემთვის მამებზე რაღაცა ეგრე და იმ დღეს მომიდა რაღაცნაირად მომივიდა მუზორო დამიწერა რაღაც ლექსები მამიკოზე და დღესაც წაგიკითხავთ ჩემს პირველ დაწერილ ლექსს რომელიც ეძღვნება მამას და ასევე წაგიკითხავთ ჩემ ერთ ლექსს რომელიც დაწერა სადღაც ერთი კვირის წინ ასე ვთქვათ რომელიც არის მონეტრებას და ქვია მონეტრება მოდი ჯერ წავიკითხოთ პირველი ლექსი რომელიც მიუძღვენი მამას მამიკუნას ბაბიკუნა აი ეს კამერა არის შენი მოკლედ მართალია სულ გვერდით ხარ მათ ფობს შენი თბილი სიტყვა გენაცვალოს მამიკუნა შემოგევლოს მამიკუნა მეც ხიმილით და ალერსით გპასუხობ რომ გულით მიყვარს შენი თბილი და ალერსი გენაცვალოს ბარბიკუნა მაგრამ ასე მიდის წლები მონატრება გულს სულ მიკლავს მინდა მუდამ ჩემთან იყო გენაცვალე მამიკუნა ღმერთო მუდამ გევედრები მიეცალა მამიკუნას რომ ცხოვრების ყველა გზაზე ფარველობდე მას შემოდა ბრავო მართლაც ყველა ქართველ ემიგრანტ მამებს გეტყვით რომ მართლაც აკყავთ ანუ შვილები რომლებსაც ძალიან ენატრებით და უყვარხართ და მართლაც რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას რომ აქ დატოვებული საყვარელი ადამიანები, შვილები მუდმივად გვერდში ყავდეს. ბარბარე მონატრება არის თავარი, რომელიც ემიგრანტს ენატრება აქ და ასევე აქაურ ოჯახის წევრსაც ენატრება ემიგრაციაში მყოფი ადამიანი. ჩვენს გადაცემას ქვია მონატრების ფერები. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ჩემი აზრით მონატრებას აქვს თან მხიარული, თან ცოტა შავი ფერი, რადგან მონატრება თან გულს გიკლავს, თან გათფობს, თან რაღაცნაირი ისეთი გრძნობაა, როდესაც ვიღაცას მიატოვებ და წყინს, რაღაცნაირი ემოციურად ხარ და ჩემი აზრით ცოტა შავ ფერებში გადადის. მაგრამ ასევე არის მხიარული, რადგან მონატრება ზოგჯერ მოაქვს ისეთი სიხარული, რომ აი ამას ჩემი აზრით ვერავინ ვერ აღიქვავს ისე. აი მხოლოდ მონატრებას აქვს ის ფერი, რასაც ეს სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოცემ. ის მონატრება შენ თვითონ უნდა ნახო, უნდა ჩასწვდე, აი ის ფერები შენ წარმოდგენებში უნდა იყოს. ბარბარე, წახვედი სკოლაში, დაამთავრე ბაღი და წახვედი სკოლაში. და ძირითადად რაც მინახავს ხოლმე, განსაკუთრებით გოგონები, მამებს მიყავთ ხოლმე სკოლაში. აი ეს სკოლის პირველი ნაბიჯები მამის გარეშე. მამა არის 9-სა და 9 ზღვას იქით. კი ბატონო, აი კი მართალია ხა ჩვენ მე და მამიკო უკვე ალბათ ძალიან ბევრი მისმავდა კითხვას რომ აი რატომ ვერ ჩამოდიოდა მამდენი ხანი მამიკო და რატომ ვერ ჩავდიოდი მე ალბათ ყველა მიცეს როგორი ძნელია როდესაც უცხოეთში მიდიხარ და საბუთების გაკეთება გიწევს თანაც მით უმეტეს როდესაც მიდიხარ ამერიკაში ეს ყველაზე რთული ნაბიჯია ასე რომ ვთქვათ და აი წლები ვაგვარებდით ამ საბუთებს მაგრამ ეხლა უკვე ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს ორივემ გავაკეთეთ საბუთები უკვე შეგვიძლია მამიკოს ჩამოვიდეს ჩემთან და მეც წავიდე მამიკოსთან ეხლა ვიყავი 3 თვით მამიკოსთან ამერიკაში და თითქმის მთელი ამერიკა შემომატარა მაგრამ აი კი შევხვდებით მე და მამიკო ერთმანეთს მაგრამ აი იმ პერიოდებს ვერ დავიბრუნებთ რაც უკვე გავიდა მამიკოს გარეშე აი მაგალითად ჩემი პირველი ბაღში წასვლა ჩემი ბაღის დამთავრება ჩემი პირველი კლასის დაწყება აი ეხლა მაგალითად მე-4 კლასის დამთავრება აი ეგეთი რაღაცები ძიმი აი მაგალითად ჩემი დაიკოების უნივერსიტეტის დამთავრება სკოლის დამთავრება მებს მამიკო ნამდვილად ვერ მოესწრო და აი ეს ჩემი აზრით ძალიან ძნელია, როდესაც საზღვარი გარეთ არის მამიკო და ამდენ წელს შენ ნამდვილად ვერ დაიბრუნებ, რაც არ უნდა ნახო შენი მამიკო იმ განვლილ წლებს, რაც უკვე მოხდა. წარსულს ხომ ნამდვილად ვერ დავუბრუნებ ვერავინ, ეს შეუძლებელია. და ამაზე მე ლექსიც მაქვს, რომელსაც ქვია ვის ვუთხრა, ვის შევებედრო. არ მინდა უკვე ლამაზი კაბა, არც სათამაშო ნაირნაირი. არც გასართობი ცენტრები მინდა, არც შეპირება ლამაზი ნივთის. მეც მინდა ჩემი მამიკო გვერდით და მხვდეს სკოლაში როცა გამოვა და სიამაყეთ მომხვიოს ხელი მითხრას
შენ ხარ მამიკოს სუნთქვა. ვის ვუთხრა ნეტა, ვის შევევედრო, ვის ვკითხო, ან ვის აქვს პასუხი, რომ მამაშვილის ეს სიყვარული იყოს მარადი და განშორებელი. რა წაართვა შენს მამიკოს ემიგრაცია? როგორ ფიქრობ? ჩემი აზრით წაართვა ის სიყვარული, რაც უნდა მიეღო ოჯახისგან უფრო თბილად და ის გრძნობები და ვიდრე ეხლა არის რა. მამიკო, შეხვდი, 1 წლის თავზე თავად იყავ იმ ადგილას ამერიკაში, სადაც რამდენიმე წელი მოკლედ ემოციები შემოგვეძალა, მართლა ძნელია, როდესაც იმ მნიშვნელოვან მომენტებში კარგად აღნიშნე, როდესაც პირველი ნაბიჯებია, ეს არის ბაღში წასვლა, ბაღის დამთავრება, სკოლაში მისვლა, სკოლის დამთავრება, უნივერსიტეტი, რაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება და მას უბრალოდ ვეღარასდროს გავიმეორებთ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი ემიგრანტი ეს ნაბიჯი დასაფასებელია, რადგან ისინი ხომ საკუთარ შვილებს უქმნიან მომავალს, ხომ? კი ბატონო. ბარბარე, თავად მოგიხდა წასვლა ამერიკაში. იყავი ამერიკაში და იქ შენ შეხვდი ქართველ ემიგრანტებს. მოდი დავიწყოთ, როდესაც ჩაჯექი თვითმფრინავში, დატოვე საქართველო და თვითმფრინავი დაეშვა ჯონ კენედის აეროპორტში. აი გზა აეროპორტიდან მამას შეხვედრამდე და შემდგომ უკვე ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე რომ მომიყვე. ჩავედით თუ არა, ხო არის ესეთი ადგილები და ბევრი ვიცი რომ სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და ის შიშით რო ხარ, ის ქართული ხმა რატო არ გესმის და დაძაბული რო ხარ, იმიტომ რომ ესენა რო არიცი და ეგეთი მომენტები რო არის ხოლმე ხშირად, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ნამდვილად არ იყო, მით უმეტეს ამერიკაში, რადგან ჩემი ეს ამერიკაში ყველაზე ბევრი ქართველია და სადაც კი არ უნდა შევსულიყავით მე და მამიკო, ყველგან ქართველები, ის ქართული ხმა, ქართულ რესტორნებში, ის ქართული სიმღერები ისმოდა, ერთ-ერთ ქართულ რესტორნში გავიცანი ნინი შერმადენი, რომელსაც აქიდანაც მოვუკითხავ და ნინი მიყვარ ხარ ძალიან, ძალიან საყვარელი ადამიანია. ნინის მეც მოვიკითხავ, მოკლედ. რაღაც საოცრად. ბევრის მოწყენილი ქართველის თვალები ვნახე, თითქმის ყველა ეძებდა ჩემში იმ ბავშვს, იმ შვილიშვილს, იმ შვილთა შვილს, იმ შვილს, რომ ვინც ეძებდნენ ჩემში, რომ ბევრი მამიკო მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ მე შეტოვა შვილი დავტოვე საქართველოში და ჩამოვედი აქეთ სამუშაოდ. ბევრი ბებიები, ბაბუები მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მე შეტოლი შვილი მიყავს და ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და მე მართლაც ვნახე მათი მოწყენილი თვალები, მათი მოწყენილი სახეები და მინდა გადავცე იმ ქართველებს, ვისაც ყავთ ემიგრანტები საზღვარგარეთ, მინდა გითხრათ, რომ ისინი მოიკითხეთ, ყურადღება აჩუქეთ, ანახეთ, რომ ისინი თქვენ გახსოვთ და გიყვართ, რადგან ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია, როდესაც ვერ ხედავ იმ ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარს და გინდა რომ შენ შვილთან გაატარო ის მომენტები, მაგრამ შენები დაწასულხარ იქ და მინდა გითხრათ, რომ ისინი მოიკითხეთ, რადგან ძალიან ძიმეა, როდესაც საზღვარგარეთ ხარ და იმიტომ რომ არავინ არ არის შენი პატრონი, არავის არ ახსოვხარ იქ, იმიტომ რომ კი არიან ქართველები, მაგრამ ისე კარგად შენ არ გეცნობენ, რომ ყველამ ხელი გაგიწოდოს, არის ისეთი ადგილები, სადაც არ ყავს პატრონი და გინდა რომ ვიღაცა დაგეხმაროს, სურგზე რაღაცა იმის მძიმე ტვირთი რო გადასვა და რო ვერ იშორებ, ეგ არის ძნელი და მინდა მოიკითხოთ ისინი. რაც ჩემი აზრით აუცილებელია. მეუბნებიან შენ ხარ მამიკოს, უსაყვარლესი პატარა გოგო. მე სიამაყით ვივსები მაშინ, რადგან მამაა ჩემი სამყარო. მე და მამიკოს ერთი გული გვაქვს, ერთი სული გვაქვს, რითიც ჩვენ ცოცხლობთ და მონატრებამ გაგვეძლიერა. მე და მამიკო, ჩემი მამიკო, ჩემი ნანატრი ოცნება ახდა და ჩავეხუტე მე ჩემ მამიკოს. თურმე რა ტკბილი გრძნობა ყოფილა, როცა მამაა შენი სამყარო. მოიარე ამერიკა, მოგეწონა? ძალიან მომეწონა ამერიკა.
აი სად იყავით? თითქმის ყველაფერი შემომეტარა და აი მთლიან ამერიკას გადმოხედეთ 150,000 სართულთან რომელიღაცა შენობა იყო ამერიკაში მთლიან ამერიკას ეს ხედის გულზე გადმოხედეთ ასე რომ ვთქვა და აი ძალამაზი იყო ასევე ჩვენ ვიყავით დისნეილენდში ის ყველა მულტფილმის გმირი გაცოცხლდა რასაც მე აი ტელეფონით უყურებდი და აი ძალიან მიხაროდა აი რას ესეთი გზნობა იყო ჩემთვის და ჩემი ოცნება გახდა რომ ყველა ბავშვმა მოინახოს დისნეილენდი რადგან აი რაღაც საოცრება ადგილია ჯადოსნური ადგილია შენ ძალიან ბევრ საუბრობ მონატრებაზე გასაგები მიზეზის და გამო და ერთი ლექსიც გაქვს დაწერილი მონატრებაზე ხო ასეა? კი ბატონო წავიკითხავ? კი ბატონო სულ მენატრება ჩემი მამიკო სულ ვენატრები მე ჩემ მამიკოს ეს მონატრება ჩვენ და გვებედა მონატრებულა ჩემო მამიკო სულ მენატრები ჩემო მამიკო სულ გენატრება შენი ბაბიკო მონატრება ვრადა გიშავე სულ მე რომ ნატრობ ჩემ ტკბილ მამიკოს მე შემიყვარდა ეს მონატრება ნატრად ქცეული ჩემი მამიკო გთხოვ მონატრებამ არ მომანატრო სულ ჩემთან იყოს ჩემი მამიკო ბრავო და ალბათ დადგება ის მომენტი როდესაც მამიკო სულ შენთან იქნება და ძალიან მალე ან აქეთ დაბრუნდება ან შენ წახვალ იქით და კი ეხლა ვაპირებ სამხურის არდადეგობზე წასვლას ძალიან კარგი ბარბი როგორ მოხდა შენი გამოჩენა ინტერნეტ სივრცეში ტელევიზიებთან მამიკოს მონატრებით რატომღაც აი პატროვიზით შოუში ოდესაც ამეტირა აი მაგის შემდეგ აი მაგ შოუში როგორ მოხდა ნამაშ დამეხმარა ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი ნინო მომიძე რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ეს არის ძალიან საყვარელი ქალბატონი და აქედანაც მოვკითხავ ნიკი მას მიყვარხართ ჩემი მასწავლებელიც დამეხმარა რომ აი სიმღერა დამემუშავებინა კარგად და ეგეთ რაღაცები და ამის შემდეგ მე მეწვეს პატროვის დიდ შოუში სადაც ამეტირა მამიკოზე როგორც ეხლა ის გიხდით და სიმღერა რომ სიმღერა შემოგთავაზებ ეხლა რომელი შეგიძლია რომ ან გვიმღერო ან წაიღიღინო მამიკოს წაგემღერებს რომელიც ამჯერად ჩემ მასწავლებელმა ნინო მომიძა შენ მასხავთები მე შენ მახმამ შენ მასხავთები შენ მაძალამ და მე გავფრინდები ეს სიმღერა რადგან შენ მაძლევ ძალას აი სიტყვებს თუ დაუკვირდებით მართლა ისეთი ისინია რომ აი შენ მაძლევ ძალას ჩემთვის მამიკო მე მომძლევს მამიკო იმ ძალას რასაც მე თქვენ გადმოგცემთ შენ სახლში ინახება უამრავი ასე ვთქვათ დიპლომი სიგელი ერთ-ერთი ეს არის უახლესი რაც გვაქვს 2025 წელს შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერთა, პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კავშირი პოეტები საქართველოსი. და სადაც შენ დაგაჯილდოვეს წოდებით ნორჩი პოეტი. აი აქ როგორ დაიმსახურე მოკლედ აი ეს ჯილდო. მე წავიკითხე მამა სერაფიმეს ლექსი და მე ზოგადად ძალიან მიყვარს ლექსების წაკითხვა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ასევე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და აი აქედანაც ის სიტყვათა მარაგი იქიდან შემიგროვდა და მე ვწერ უკვე ლექსებს და აქედან დავიმახსოვრე შოთა რუსთაველის პოეტთა და მწერალთა კავშირის წევრის ნორჩი პოეტის წოდების დიპლომი და ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება და ძალიან მიხარია. მართალი არაერთი დიპლომი მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ის დიპლომია, რომელიც აი მთელი ცხოვრების განმავლობაში აი მექნება და აი ნამდვილად მომცემს იმ წარმატებას. იმიტომ რომ ჩემი აზრით, როდესაც ხარ ნორჩი პოეტი, აი მაინც სულ სხვა გრძნობა. იმიტომ რომ რაღაცა შენს ქვეყანაში შემოგაქვს ის ცოდნა, რასაც შემდეგ საუკუნეებში შეიძლება ჩემი ტონის ბავშვებმა ისწავლონ და ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერება და იმედია მე იმ დღეს შეიძლება ვერ მოვესწრო, მაგრამ მინდა.
გინდა რომ მოესწრო. ბარბარე, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მეოთხე კლასელი ხარ, როგორც მითხარი და თუ გაქვს არჩეული პროფესია? ბევრი პროფესიის მქონი ვარ, მაგრამ აი მაინც რატომღაც სახეობა მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ აი ის ყველაფერი სჭირდება, რაც კი არის ამ ქვეყანაზე, რაც კი არსებობს სიმღერა, ეს ფორტეპიანო, აი ნებისმიერ რამე, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი როლი მოგცეს, რომ აი ძალიან დაგჭირდეს ეს ყველაფერი. და გაჩნია როლს, იმიტომ რომ აი მე ძალიან მიყვარს მსახიობობა, ასე რომ ვთქვათ, ეხლაც მე დავდივარ სახეებში, თეატრალურ მსახეებში, სადაც მასწავლის ნიკა და ნატალია, აქედანაც მოვკითხავ მას, მიყვარხარ ძალიან. მოვკითხავ მათ და ასევე მინდა ვთქვა, რომ აი ძალიან კარგად უდგებიან ჩემი აზრით ბავშვებს, იმიტომ რომ ძალიან შემაყვარეს თეატრალური. და ფილმშიც გადაგიღეს, ხო? ამ ფილმს თქვა 12 თვე, სადაც ვიყავი მთავარ როლში დავით დვალიშვილთან ერთად, მაგრამ ეს ფილმი არ დააფინანსეს და ამის შემდეგ არ გაგვიგზავნებია ჯერჯერობით გადაღება, მაგრამ ანუ დასრულებული არ არის და ელოდებით მოკლედ დაფინანსებას, რომ შემდგომ უკვე ეს ფილმი დიდ ეკრანებზე გამოვიდეს. კი ბატონო. საომავლოდ თუ აპირებ, რომ ემიგრანტებისთვის გააკეთო შემოქმედებითი საღამო. როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის სხვადასხვა ადგილზე, სადაც არიან ჩვენი ქართველი ემიგრანტები. ესე არ მიფიქრე, მაგრამ ეხლა მადლობას გიხდით, რომ მომეზიდეთ რჩევა. ვეცდები, რომ აი შევკრებო ეს ქართველი ემიგრანტები, მამიკოები, დედიკოები, ბაბუები და აი ერთ საღამოს მოვუწყობ და თქვენც დაგპატიჟებთ აუცილებლად თუ იქნებით. ჩვენ აუცილებლად კი მსოფლიოს მასშტაბით ვართ ხოლმე, ხან სად ვართ, ხან სად ვართ, სადაც არიან ჩვენი ქართველი ემიგრანტები და ბარბარე, რას ეტყვი ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს მიმოფანტული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მინდა ემიგრანტებს უთხრა, რომ არ დანებდნენ და ვუსურვებ მათ მალე ჩამოსვლას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე მეტად უნდათ ეხლა მათ მაგ ჩამოსვლა და მინდა ვუთხრა, რომ არ დანებდეთ, გააკეთეთ ის ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ და ეს ანახეთ ყველას, რომ იცოდნენ, რომ ემიგრანტები მარტო დაკარგულ ქვეყანაში არ ხართ და ანახეთ ის, რომ აი თქვენ ეს შეძელით და თქვენ ეს გადალახეთ ეს საფეხური, და ეს არის ყველაზე ძნელად გადასადგომი საფეხური ჩემი აზრით. როგორი მოსწავლეა ბარბარე? 1000-ია თუ? კი, 1000-ი კი, 1000-ი თუ არა, ცხრიანებში მაინც ვარ, ასე რომ ვთქვათ. ყოველთვის ვცდილობ, რომ აი მიუხედავად იმისა, ამდენ რაღაცაზე რომ დავდივარ და ამდენი პროფესია მაქვს, მაინც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია განათლება. აი სკოლა განათლებასაც მომწონს, ის მთელი ცხოვრება გამომადგება და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, გინ თეატრალური, გინ სიმღერა, ვერაფერი გაჩნია განათლებას ჩემი აზრით და ვცდილობ, რომ ყველნაირად კარგად ვისწავლო და გამომდის კიდევაც ჩემი აზრით. რაც ტელეეკრანებით გამოჩნდი და სოციალურ ქსელებში, აი რომ მიხვედი სკოლაში რა მოხდა? აი სიმართლე გითხრათ, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ აი მე გამოვედი და რაღაცა აი პირიქით და ისე შევედი, რომ თითქოს აი ჩაოლებრივად და აი ისეთი ადამიანი ვარ, რომ აი ყველასთან არ აქვს მნიშვნელობა, აი რაცა უნდა აი მეგობრება როგორ აღიქვე შენი პოპულარობა? აი ყოველთვის მინდოდა, რომ აი თეთრომღაც წარმომექნა, რომ აი ბაღში კი მყავდა ის ყველა მეგობარი, მაგრამ აი სკოლაში უფრო მეტი მეგობარი მეყოლებოდა, იმ წრეში ვიქნებოდი და მართლაც გამიმართლა, ძალიან კარგი მეგობრები მიყავს ჩემი სკოლიდან და მოვიკითხავ მათ. მიყვარხეთ ჩემო კლასელებო. როგორ აღიქვე შენი ეს პოპულარობა ტელეეკრანებზე გამოჩენა? აი რომ მიხვედი ერთხელაც გავიდა პირველი შოუ ტელეიმედზე, მერე უკვე პოსტები მოყვა, მერე სოციქსელებში და მიდიხარ სკოლაში. მასწავლებლებს ვცნობდნენ ხოლმე, მაჩერებდნენ ხოლმე ქუჩაშიც და ეს იყო ჩემთვის აი ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აი რაღაც ისეთი გავაკეთე, რომ აი რამოდენიმე ადამიანმა მაინც ნახა და ეს ჩემი ცოდნა მათ გავუზიარე და ძალიან გამიხარდა და ის სკოლაში ძალიან კარგად დამხდნენ ჩემი მეგობრები, ბევრმა მიცნო კიდევაც და აი მათთან იმდენად მეგობრულად ვარ, რომ აი ხა ყოველდღე ერთად რო ვართ, აი ყოველთვის აი ძალიან კარგი კლასელები მყავს, ასე რომ ვთქვათ, კი. რას ეტყოდი შენს თანატოლებს? ჩემს თანატოლებს ვეთყოდი, რომ არ დანებდნენ, გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ, გააკეთონ იმაზე მეტი, იყვნენ თავის თავზე, აი ასე რომ ვთქვათ, სჯეროდეთ თავიანთი თავის, რომ აი მე ამას შევძლებ და დამეწმუნებს, რომ თქვენ ამას ნამდვილად შეძლებთ და იმაზე ბევრი გააკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც აკეთებთ. იმიტომ რომ რაც უფრო მეც გავაკეთებ, ჩემი აზრით მით უფრო წინ დაგვედგება მომავალში.
საომავლოდ რას აპირებ ბარბარე? ძალიან მალე გექნება ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი. კი ბატონო. იქ გააგრძელებ შენ საქმიანობას და სწავლას თუ დარჩები სამშობლოში? ვაპირებ იქ გავაგზავნო და მე ჩემ სამშობლოს გამოვაყენო ეს ცოდნა. მინდა რომ იქ ჩემს იქ უფრო კარგ განათლებას მივიღებ, თან ინგლისური ისეთი არის, მე მოგზაურობას ვაპირებ და აი ყოველ ქვეყანაში რომ გამომადგება, თანაც ნამდვილი ინგლისური ეს ძალიან კარგია და იქ განათლების მხრივ ბევრად კარგ ცოდნას მივიღებ და მე ამ ჩემ ცოდნას გამოვიყენებ ჩემ საქართველოში, ჩემ სამშობლოში. და მოვხმარ ჩემ სამშობლოს. ყოჩაღი გოგო ხარ, მინდა გითხრა, წარმატებები მინდა გისურვო. შენ მარტო არ ხარ, მოკლედ, შენთან ერთად მამიკომ დატოვა აქ შენი დები. ორი დაიკო მყავს. ორი დაიკო და შენ აღნიშნე საუბარში, რომ ანუ მათი სკოლის დამთავრება და უნივერსიტეტში შესვლა ისევ როგორც შენ არ გედგა მამიკო, მათაც არ ედგა გვერდით. დაიკოებზე რომ მომიყვედა, როგორ შეხვდნენ შენს ამ გამოჩენას ტელესივრცეში. ჩემ დაიყვეს ყოველთვის უკვერდათ, იმიტომ რომ აი ყოველთვის აღმოჩენდნენ ხოლმე ჩემთვის იმ ნიჭს, რომ აი ის გამოდის დედა და გთხოვი შეიყვანე და ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ დაიყვეს, რადგან ჩემში ეს ცოდნა რაც შემეძლო გამოიყენეს და აი ჩემ დაიყვეს ვიუ დედიკოს და სალი დედიკოს მეძახდი ხოლმე მეორე დაიკოს ვიუ და სალი და ესე მეძახდი სალი დედიკო სალი ვიუ დედიკო ვიუ სალი საყვარელი დაიკო მყავს ეს რა ვთქვა და აი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და აი ყოველთვის იმ სითბოს მჩუქნიან რაც ამდენი ხანი მამამ ვერ შეძლო მართალია და აი მამიკოს სითბოს დედიკო და ჩემი დაიყვები აშენგოდ მიმდევრებდნენ რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც შევქმენით ქართველი ემიგრანტებისთვის, ემიგრანტთა ოჯახებისთვის და ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან პირდაპირ კონტაქტშია. მე რჩევას მოგცემთ, რომ არ დანებდე და არ შეწყვიტოთ ეს გადაცემა. აი, ჩემს ეს გადაცემა ყოველთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაცნაირი ისეთი სახელიც აქვს, ისეთი სიტყვებით ჟღერადობა, აი მონატრების ფერები, აი ისეთი სიტყვები რომ აი ჩემი აზრით ამას ყველა უნდა უყურებდეს რა ისეთ კარგი გადაცემა და მინდა მოგცეთ იმის რჩევა რომ არ დანებდეთ არ სუდეთ ანუ გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ და გააგრძელეთ ეს შეიძლება წინ და წინ და ბევრ ქართველ ემიგრანტს მიცეთ საშუალება ასევე მათ ოჯახებს, შვილებს, დედებს, მამებს რომ თავიანთი სათქმელი თქვან და თავარი რომ ემიგრაცია მარტივი არ არის. ხო მეთანხმები? კი, გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ ძალიან გვიანია ახლა, მაგრამ დაგველოდე და მიიღე გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. მადლობა შენ, წარმატებები მინდა გისურვო და ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც მთლიანად ყველანი ოჯახის წევრები ერთად იქნებით და უკვე შენი მამიკო დაესწრება სკოლის დამთავრებასაც, შენს ბედნიერებასაც და ყველა წარმატებულ გზაზე შენს გვერდით იქნება. და ალბათ ცოტა მაინც აინაზღაურებ იმ ყველაფერს, რაც თავის დროზე, ანუ მამიკოსთან ერთად ვერ გამოცადე, ხო, როგორც მითხარი და რის გამოც მე ატირდი, ხო ასეა? კიდევ ერთხელ მადლობა ბარბარე მასპინძლობისთვის რომ გამონახეთ რომ წარმატებებს გისურვებ და არ გამომაპარო მოკლედ შენი შემოქმედებითი საღამოები შეძლებს დაგვარა თუ საქართველოში ვიქნები აქ გესტუმრები და თუ ევროპაში გააკეთებ ან ამერიკაში ქართველი ემიგრანტებისთვის იქაც ვეცდებით რომ მოკლედ ვიყოთ თქვენს გვერდზე და კიდევ ერთხელ ვუთხრათ უცხოეთში რომ აი ჩვენ ქართველები ძალიან მაგრები ვართ. წარმატებები შენ მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ პატარა ბარბარე ჯანაშია რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა და თელმა საქართველოს შეიყვარა მხოლოდ ერთი ფრაზით მამა მოენატრა და უბრალოდ ატირდა. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამომყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი გააქტიურეთ ძალისხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი გადაცემების ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ახლა კადრს მიღმა
დგას და ჩემს ვიზუალზე ზრუნავს. ასია კადრი თუ გვინდა იყოს კარგი და გადაცემა ლამაზად შეფუთული, ეს დამოკიდებულია ჩვენს მთავარ პროდიუსერზე, ხოლო ვიზუალურ მხარეს კი უზრუნველყოფს ოპერატორი გიორგი ორაგველიძე. გადაცემა მონატრების სფერების მოგზაურობას მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების სფერები. ახლა კი გიტოვებთ ბარბარეს ლექსით მამები ემიგრანტები. საქართველოში ბევრია მამები ემიგრანტები და ჩვენ მათ ხშირად ვეძახით ტელეფონების მამები. მინდა ყველამ რომ იცოდეს გმირი მამების შესახებ. მათი დიდი გულისტკიბლი და სიყვარული ძლიერი. მამებს უყვარვართ ჩვენ ძლიერ და ვენატრებით მუდამ მათ. ჩვენი ყველას დიდი ვალია არ დავუკარგოთ სრუნვა მათ.